მოგესალმებით, გიბრუნდებით ამოცანების განხილვით. ო B კატეგორიის მესამე თავის B კატეგორიის ამოცანებით ჩვენ ახლა 43 ნომერზე ვართ. 353. სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე არის 91 და 31. კი ბატონო, ავიღოთ სამკუთხედი, ერთი გვერდი არის 91, მეორე არის 31 და მესამე გვერდი ერთ-ერთი გვერდის ტოლია. იპოვეთ ამ სამკუთხედის პერიმეტრი. რა და რა ვარიანტია? მესამე გვერდი უნდა იყოს ან 31, ან 91, მაგრამ არ უნდა დაგვაწყდეს აქ ჩვენ სამკუთხედის უტოლობის თვისება, ორი გვერდის ჯამი მეტი უნდა იყოს მესამეზე. მარტივი გადასამოწმებელია, რომ თუ 31 იქნებოდა სამკუთხედის მეორე გვერდი, მესამე გვერდი 2-31-ის ჯამი 91-ზე მეტი ვერ იქნებოდა და შესაბამისად სამკუთხედი არ შედგებოდა. ანუ გამოდის, რომ მესამე გვერდი უნდა იყოს ტოლფერდა სამკუთხედი რომ შედგეს 91. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ტოლფერდა რომ ყოფილიყო ეს სამკუთხედი, მესამე გვერდი უნდა ყოფილიყო მოცემული ორი გვერდიდან ერთ-ერთი სტოლი. ვერ იქნებოდა 31, იმიტომ რომ დაერღვეოდა სამკუთხედის უტოლობა, შესაბამისად მესამე გვერდი უნდა ყოფილიყო 91 და პერიმეტრით შესაბამისად იქნებოდა 91-ს დამატებული 91 და დამატებული 31. ნუ ეს არის 3 180 პლუს 30 210, ხო? ანუ 213 სანტიმეტრი იქნებოდა პასუხი. 354. სამკუთხედია, განსაკუთრებული ნიშან-თვისებით აღმოჩენილი არ არის, არც მართკუთხა, არც ტოლფერდა. მოდი ჩვენც ზოგადად დავხატოთ რაიმე სამკუთხედი. და აქ იქნება A, B, C, გავავლოთ პირველ ბისექტრისა, ასე. არ არის დაკონკრეტებული ბისექტრის არ არის გასაგებია, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული მეორე ხაზი რა არის, ხო? უბრალოდ გავლებულია. გავავლოთ ჩვენც აკა მონაკვეთი. როგორც ხო, ასე. და რა ვიცით ახლა ჩვენ მონაკვეთებთან დაკავშირებით, ესე იგი აკაც კუთხე AC, მოდი ამას ჩავაწეროთ, ეს არის 110 გრადუსი. ოდიში ქვემოთ აკაცე, ხო? ეს არის 110 გრადუსი. და BAK კუთხე, BAA კუთხე, ეს არის 70 გრადუსი. ანუ ჩვენ აი ეს ვიცით და ეს კუთხეც. ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ კუთხე B და AK წრფეებს შორის. ნუ სულ ერთია რომელ კუთხეს ვიპოვით, როგორც წესი უმცირეს კუთხეს ვუძახით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ახლა. და შესაბამისად როგორ უნდა მოფიქრულიყავთ, რა უნდა გაგვეკეთებინა. ნუ დავიწყოთ ფიქრი ახლა. მე რა ვხედავ, აქ არის დადახვაზე რა შეგიძლია პირველ რიგში დაინახო, ალბათ აქ რომ ეგ 70-ია, პრინციპში ეგ ასეც ჯობს, ეგ 70-ია, იმიტომ რომ მოსაზღვრე კუთხეა. ნახეთ, ახლა ძალიან კარგად ჩანს. ითი დეტალი რომ აი ეს საკუთხედი უკვე ტოლფერდაა, ხო? იმიტომ რომ ფუძეს დამდებარე კუთხეები ტოლია. შესაბამისად, თუ ტოლფერდაა, ეს რა იყო ეს BM ბისექტრისაა, ხო? ტოლფერდა საკუთხედში გამოდის ბისექტრისაგან ფუძეზე დაშვებული და შესაბამისად ის სიმაღლეც იქნება. აჰა. და პრინციპში ჩვენ მეტი არც არაფერი გვინდოდა, ხო? გვაინტერესებდა კუთხე BM და AK წრფეებს შორის და გამოსულა ეს არის 90 გრადუსი. ნახოთ რა სიტყვობს 45 ამოცანა. იქნებ დავატიოთ აქაც. უბეც ეს სამკუთხედში BK ბისექტრისაა. რადგანაც ეგ კონკრეტული არ არის, როგორია ABC სამკუთხედი, წინა ამოცანებს გავსად ავიღოთ, რაც ისე ზოგადად.
დავწეროთ ასოები A, B, C, ციფრასად მეტი ხაზია და რო არ დაგვაბრუნებს წავშალოთ. BK ბისექტრისაა გასავლები, გავავლოთ BK ბისექტრისაა. ეს არის A და შესაბამისად ახლა მოვნიშნოთ, რადგან ბისექტრისაა. მე კუთხე AKB ისე შეეფარდება CKB-ს, აი AKB, აი ეს კუთხე CKB-ს. არ გადმოვწერ ახლა, მოდი პირდაპირ. რადგანაც 4-5-თან შეფარდება, აი 4x, 5x, ესენი ხო მოსაზღვრე კუთხეებია და პირდაპირ დავწერა ახლა. ესე იგი 4x + 5x არის 180 გრადუსი. აი ეს კუთხე, აი ეს კუთხე, აი ასე იქნებოდა ხო? 4x, 5x და მათი ჯამი 9x არის 180 და შესაბამისად x-ი გამოდის 20 გრადუსი და 4x, ანუ ეს იქნებოდა 80, აქეთ იქნებოდა 5x, ანუ 100 გრადუსი. იპოვეთ ABC სამკუთხედის A და C კუთხეების სხვაობა. ანუ ჩვენ გვინდა კუთხე A-ს გამოკლებული კუთხე C. იმიტომ არ არის პრობლემა, შეგვიძლია ეს აღნიშნოთ რაიმე თქვათ ეს ალფა კუთხე იყოს, რადგან ტოლია. შესაბამისად, სამკუთხედ AB-ში AB-დან რა შეგვეძლო დაგვეწერა კუთხე A-ს დამატებული ალფა დამატებული 80 გრადუსი, ხო? მოდი ასე შევიდან. ეგ ვიცით არის 180. ანუ შესაბამისად კუთხე A-ს პლუს ალფა არის 100 გრადუსი. ანალოგიურად სამკუთხედი BKC-დან BKC-დან რა შეგვეძლო გვეთქვა, რომ კუთხე C-ს დამატებული ალფა დამატებული 100 გრადუსი, ეს არის 180 გრადუსი და კუთხე C-ს პლუს ალფა გამოდიოდა 80. ახლა დააკვირდით, ვიცით აი ეს და ვიცით აი ეს. რომ წანე ჩარჩოებში რაც არის მოქცეული, ახლა თუ გამოვაკლებთ მათ ერთმანეთს რა გამოვა? ალფები გააბათილებენ ერთმანეთს და კუთხე A-ს გამოკლებული კუთხე C იქნებოდა 20 გრადუსი. კითხვას გავეცით, ხო? პასუხი. გავაგზავნით 46 ნომერი. 3:46. სამკუთხედის ორი გვერდის სიგრძე ვიცით. მესამე გვერდი ერთ-ერთი სტოლია. აქ პირველი მსგავსია, 53 მსგავსია. ვიცით ორი გვერდი 5.51 და 4.51-ია. და მესამე გვერდი თუ ერთ-ერთი სტოლი არ მისცემთ ორფერ და სამკუთხედი თუ მიიღება, იქნებოდა ორი შემთხვევა, ხო? A შემთხვევა ეს თუ არის 5.51 და B შემთხვევა ეს თუ იქნება მესამე გვერდი 4.51. 53 ნომრის მსგავსად ირღვევა აქ სამკუთხედის უტოლობა რომელიმეში თუ კარგად დავაკვირდებით არა. ხო? არც აქ პატარა 4.51 და რომელიმე ტორპედო რადგანაცაა დიდი რომ დაკრიბო, რა თქმა უნდა მესამეზე დიდია და აქაც პატარების ჯამი მესამეზე დიდია. შესაბამისად ორივეს პერიმეტრი პასუხად გამოგვადგებოდა. ნუ რა იქნებოდა ახლა ეს რომ დაგვეკრიბა, აქ იქნება და 11.02, ანუ 14.53 უნდა იყოს 0. იცრევათ 11 + 4, 15 და 53. აქ რა იქნებოდა?
აქ იქნებოდა, ესე იგი 8.22 დამატებული 13.14 და 8.5, ანუ 33, ხო? წესი გასავდა იმას. კი ბატონო. ნუ ეს იქნებოდა პასუხი. 3.47. სამკუთხედის ორი გვერდი ვიცით? რისი ტოლია მესამე გვერდი თუ ის არის მთელი რიცხვის კვადრატი? ნუ რა ხდება? ეს არის 6 და 18 გვერდები, მესამე გვერდი არ ვიცით, მაგრამ ის უნდა იყოს ზუსტი კვადრატი. ნუ შეგვიძლია x-ის კვადრატიც დავწეროთ, ხო? მაგრამ არ დაგაბრიოთ რაღაცა თაბურის თეორემაში არ აგერიოთ. შევაფასოთ ჯერ x-ი, საიდან სანამდე მერყეობს და მე ამ შუალედში ზუსტი კვადრატები ამოვარჩიოთ, მთელი რიცხვის კვადრატები. ჩვენ ავისწავლეთ, რა ვთქვით, გავიხსენეთ წინა ვიდეოებში, კონკრეტულად წინა ჩანაწერში, ის რომ ინტერპრეტაცია გჭირდება ჩვენ ამ შემთხვევაში სამკუთხედის უტოლობა კლასიკურად ჟღერს, რომ ნებისმიერი ორი გვერდის ჯამი მეტია მესამეზე, მაგრამ ის ინტერპრეტაცია უფრო პრაქტიკული გამოსაყენებელია, ნებისმიერი გვერდი მეტია დანარჩენი ორი სხვაობაზე და ნაკლებია მაცავე ჯამზე. ანუ გამოდის, რომ x იმერყეობს 12-დან 24-მდე. თქვენ კი უნდა მოგენიშნათ 12-დან 24-მდე ზუსტი რიცხვის კვადრატები. თუ რამდენია? ერთადერთი იქნებოდა 16, ხო? მთელი რიცხვის კვადრატი 12-დან 24-მდე, 16-ია 3-ის კვადრატი 9, 5-ის კვადრატი 25 და მხოლოდ 4-ის კვადრატი თავსდებოდა აქ. 40 მერვე ამოცანა მოდი ვნახოთ აბა რამდენ ადგილს ითხოვს. მოდი დავატევ აქ. 48. სამკუთხედის გვერდების სიგრძეები წარმოადგენენ განსხვავებულ მთელ რიცხვებს. ხო? ერთი გვერდი არის 5, მეორე 3 და რამდენი მნიშვნელობა შეუძლია მიიღოს მესამე გვერდმა? ნუ ერთი გვერდი 3-ია, მეორე 5-ია და მესამე არ ვიცით. ნუ ერთი ვიცით რომ მთელია. თან განსხვავებული უნდა იყოს სამივე გვერდი ერთმანეთისგან. მოდი შევაფასოთ. ისევ და ისევ x-ი არის 5 - 3-დან 5 + 3-მდე. შესაბამისად, x-ი მერყეობს 2-დან 8-მდე. ანუ 2-დან 8-მდე რა მთელი რიცხვები გვაქვს ახლა? 3, 4, 5, 6, 7. და ჩვენ ვიცით რომ ისეთი გვერდი უნდა ავიღოთ, რომ ერთი მთელი უნდა ყოფილიყო x-ი და კი ბატონო აგერ არის. და მეორე რომ განსხვავებული გვერდები გამოსულიყვნენ x სამივე. ნუ 3-იანი რადგანაც ერთ-ერთი გვერდი არის, x-ი 3 ვეღარ იქნება. 5-იანი რადგანაც არის ერთ-ერთი გვერდი, 5-იც ვერ იქნება. შესაბამისად, მესამე გვერდი უნდა ყოფილიყო 4, 6 და 7. კითხვა რა იყო? რამდენი მნიშვნელობის მიღება შეუძლია და 3 მნიშვნელობის მიღება შეუძლია. 59 ნომერი. იპოვეთ ოფერდა სამკუთხედის უდიდესი შესაძლო პერიმეტრი თუ მისი ფერდია 7, ხოლო ფუძის სიგრძე მთელი რიცხვით გამოისახება. ოფერდა სამკუთხედი უნდა აკვირხო, მისი ფერდი იყოს 7, ფუძე იყოს x. რას ვთხოვენ ახლა? ოფერდა სამკუთხედის უდიდესი შესაძლო პერიმეტრი, ანუ პერიმეტრის მაქსიმალური მნიშვნელობა უნდა. ახლა რა არის პერიმეტრი? პერიმეტრი არის გვერდების ჯამი, ხო? და შესაბამისად, ამას რომ მიაღწიოს მაქსიმალურ მნიშვნელობას, საჭიროა რომ თითოეული შესაკრები იყოს რაც შეიძლება დიდი. 7-ები ფიქსირებული რიცხვებია, კონსტანტებია, შეიცვლებიან, ანუ გამოდის რომ თავად x-ი უნდა იყოს თავის შესაძლებლობებში აი ყველაზე დიდი. ფაქტობრივად ამოცანა დადის იქამდე რომ აი თუ ჩვენ გვაქვს ტოლფერდა სამკუთხედი, რომლის ორი გვერდი ფერდები არის 7, მაქსიმუმ რისი ტოლი შეიძლება იყოს x-ი. შეაფასებდი აქ x-ი გამოდის დანარჩენი ორი გვერდის სხვაობაზე მეტი და მაცავე ჯამზე ნაკლები, ანუ გამოდის 0-დან 14-მდე მერყეობს და რადგანაც მთელი უნდა ყოფილიყო ფუძის სიგრძე, მაქსიმუმ რისი ტოლი შეიძლება ყოფილიყო 13-ის. ესე იგი, რა გამოვიდოდა ჩვენი მაქსიმალური პერიმეტრის სიგრძე 7 + 13 და ეს იქნებოდა 27.
რა უნდა ახლა 50 ამოცანას, მოდი დავაკვირდეთ. HNP სამკუთხედის HN და NP გვერდების სიგრძეების შესაბამისად ვიცით. H, N და P. HN არის 8.5, NP არის 6.3. რა უდიდესი მთელი რიცხვითი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს HP გვერდმა. მთელი ხო? კაცო, HP რა იქნებოდა? მეტი იქნებოდა 8.5 გამოკლებული 6.3-ზე, ნაკლები იქნებოდა 8.5 დამატებული 6.3-ზე. ანუ HP მერყეობს 2.2-დან 14.8 ხო? და შესაბამისად HP-ს მაქსიმალური მნიშვნელობა გვინდა, თუმცა ის მთელი რიცხვია. აბა, ნახოთ, ესე რა უდიდესი მთელი რიცხვითი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს HP და ასე. მაქსიმუმ შეიძლება იყოს 14.8-ზე ნაკლები მაქსიმალური მთელი რიცხვი, უდიდესი მთელი რიცხვი რა არის? 14. აბა, მოდი ვნახოთ ახლა 51. რა ხდება 51-ში? სამკუთხედის ორი გვერდი სიგრძე არის A და B, იპოვეთ მესამე გვერდის სიგრძე თუ ის ერთ-ერთი გვერდის ტოლი. კი ბატონო. თუ A და B არის და გთხოვეთ მესამე გვერდს. X-ით აღნიშნოთ მესამე გვერდი. აღარ თორფერდა უნდა იყოს. ანუ მესამე გვერდი A შემთხვევა იქნება ან A-ს ტოლი და B შემთხვევა. მესამე გვერდი B იქნება B-ს ტოლი. ოღონდ რა დროს უნდა სრულდებოდეს აი პირობები, ხო? დავაკვირდეთ ახლა. ანუ ცხადია აი რა დროს იქნებოდა მესამე გვერდი A. რა უნდა ხდებოდეს? აი ეს A, X, ხო? ანუ იდეალში ორივე შემთხვევაში შუაში რომ აქეთ რომ დავწეროთ X უნდა იყოს A minus B-ზე ნაკლები და A plus B-ზე მეტი, ხო? მოდი A minus B-ს მოდულს ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა A უფრო დიდია თუ მოცემული ყოფილი პირობაში, ხო? A ძირითად პირობაში ნაკლებია B-ზე. მაშინ B-ს გამოვაკლებდი A-ს. და ეს უნდა სრულდებოდეს. ანუ პირველ შემთხვევაში ესე იგი A მეტი უნდა იყოს B minus A-ზე და ნაკლები უნდა იყოს A plus B-ზე. თუ ახლა ჩვენ ამას საცალკე განვიხილავთ, აი ეს უეჭველი შესრულდებოდა A რაც არ უნდა ყოფილიყო, ხო? და მაშინ აი ეგ არის საინტერესო ახლა და ეგ რა დროს სრულდება? ესე იგი B უნდა იყოს ნაკლები 2A-ზე. ანუ გამოდის რომ რა დროს იქნებოდა უმცირესი გვერდის თოლი მესამე გვერდი. ანუ A და B ხო ვიცით რა დამოკიდებულებაში A პატარაა B-ზე და მესამე გვერდი თუ გვინდა ერთ-ერთის ტოლი იყოს, რა დროს იქნებოდა მცირე გვერდის ტოლი. თუ მცირე გვერდი ორჯერ და კიდევ უფრო აღემატება, აი აქ, ასე დიდ გვერდს. და რა დროს იქნებოდა დიდი გვერდის ტოლი მესამე გვერდი. B უნდა ყოფილიყო მეტი B minus A-ზე, ნაკლები B plus A-ზე. ეს ისედაც შესრულდებოდა, მეგობრებო, ხო, იმიტომ რომ B ყველა ვარიანტში ნაკლები იქნება B-ს დამატებული რაღაც დადებითი რიცხვი, აი განვიხილოთ ეგ. და ეს რა გამოდის? ეს გამოდის, რომ ანუ B minus A თუ ნაკლებია B-ზე, B-ები ალბათილებენ, ანუ მინუს და ნაკლებია 0-ზე. ანუ სხვანაირად A მეტია 0-ზე, ხო? თუ გავამრავლებდით მინუსზე. თუ ეს შესრულდებოდა და შესაბამისად გამოდის, რომ A-ს მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, ხო? ყველა ვარიანტში, ანუ თუ
დიდი გვერდის ტოლი იქნებოდა, მაშინ ნებისმიერი A და B-ის შემთხვევაში შეიძლება ეს ხდებოდეს. ანუ როგორ ჩავწეროთ ახლა, ანუ აქ გამოდის, რომ A-ც და B-ც, A და B ნებისმიერი ვერ იქნებოდა პრინციპში, ხო? A და B ნებისმიერი ვერ იქნება. ხო, A უნდა B უნდა იყოს A-ზე მეტი. B უნდა იყოს A-ზე მეტი. ანუ როგორ ჩავწეროთ ახლა ამის პასუხი? ესე იგი, მე ასე ჩავწერდი მაგალითად, თუ მესამე გვერდი, ანუ x-ი უდრის a-ს, მაშინ ესე იგი 2-ა მეტი ყოფილა b-ზე და თუ x-ი უდრის b-ს, ეს ერთ-ერთი გვერდის ტოლი. მაშინ ნებისმიერია, ხო, A და B. ნუ რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში, რომ A ნაკლები უნდა იყოს B-ზე. მაგრამ ხო, პრინციპში ასე შეიძლება. მოდი ჩავხედოთ ავტორი რას თავაზობს, როგორ მე არ მომწონს აქ ახლა მიზეშედეგობრივი კავშირი. იპოვეთ მესამე გვერდის სიგრძე და მესამე გვერდის სიგრძე აი როგორ წესით როგორ უნდა თქვა იცით? შენ ჯერ გვერდების შორის დამოკიდებულებას უნდა წერდე წესით, ანუ მაგალითად თუ 2A მეტია B-ზე, მაშინ მესამე გვერდი, აი x-ი რა შეიძლება იყოს? პრინციპში x-ი შეიძლება იყოს როგორც a, x ისე შეიძლება იყოს b-ს, ორი. მაგრამ თუ 2a ნაკლები არ ტოლია b-ზე, მაშინ მესამე გვერდი, ასე უფრო ლამაზია, ხო? ეს უფრო სწორია ლამაზი კი არა, ალბათ ასე ჩანაწერი, იმიტომ რომ შენ A და B-ის ურთიერთ დამოკიდებულებიდან გამომდინარე უნდა გამოხვიდე, რა შეიძლება იყოს მესამე გვერდი და ესე იგი ჩვენ რა ვქენით, რა ვნახეთ, თუ მესამე გვერდი იქნებოდა პატარა სტოლი, მაშინ უეჭველი B უნდა ყოფილიყო 2A-ზე ნაკლები, ანუ დიდი გვერდი უნდა ყოფილიყო პატარის გაორკეცებულზე ნაკლები. და ახლა პირიქით რო ვთქვათ, ესე იგი თუ პატარა გვერდის გაორკეცებული მეტია დიდ გვერდზე, გამოდის რომ მესამე გვერდი x-ი შეიძლება იყოს როგორც a, ისე x-ი შეიძლება იყოს b-ც. იმიტომ რომ b-ს ტოლი მაინც ტოლფერდა გამოდის და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო და აი თუ აღმოჩნდა რომ პატარა გვერდის გაორკეცებული არ არის მეტი დიდ გვერდზე, ხო? მაშინ ტოლფერდა სამკუთხედს იმ შემთხვევაში მივიღებდით თუ მესამე გვერდი იქნებოდა b-სტოლი. მგონია ასე უფრო სწორია ამის ჩაწერა. მოდი ვნახოთ ახლა ავტორი რას გვთავაზობს 51-ში. ხო, თუ არ ნაკლებია ტოლი b2-ზე მაშინ, კი, ზუსტად ასეა. ხო, უბრალოდ ჯერ განხილული აქვს ქვედა ასე. ვორცებით და ხო. კი. ხო, ზუსტად ასე არის, მეგობრებო. ხო და სწორიცაა ავტობეთახმები, პრინციპში ჩვენ თვითონაც დავასრულებით. იმიტომ რომ ჯერ A და B გვერდები ამოცემული და იმისგან გამომდინარე გამოგაქვს შენ დასკვნა მესამე გვერდი რა უნდა იყოს და ახლა ეს მიზეშედეგობრივი კავშირი რა არ იქნებოდა რელევანტური. 52. რამდენი ტოლფერდა საკუთხედი არსებობს, რომლის გვერდების სიგრძეები ნატურალურ რიცხვებია, პერიმეტრი კი 22. ტოლფერდა. მოდი ავიღოთ ტოლფერდა საკუთხედი. ფერდები იყოს A, ბუძე B, პერიმეტრი არის 22, ანუ მოდი პირდაპირ დავწერთ 2A პლუს B არის 22. და რამდენი ასეთი შემთხვევაა, ხო? ოღონ A-ც და B-ც ნატურალური რიცხვებია, მთელია. ამიტომ რომ რამდენი ასეთი შემთხვევაა, რომ დავფიქრდეთ ახლა ჩვენ. ისედან შეგვიძლია დავიწყოთ. თუ პირველ რიგში ალბათ ერთ-ერთი გვერდის მიმართ, აი მაგალითად B-ის მიმართ მე დავწერდი უტოლობას სამკუთხედის, რომელს დავწერდი. ესე იგი B უნდა ყოფილიყო 0-დან 2-მდე. აი არის.
ანუ იდეაში რა ვიცით ახლა ჩვენ ამ A-ზე და B-ზე, ხო? A-ს გაორკეცებულს დამატებული B არის 22. და ვიცით რომ B, ნუ დადებითი რო ესეც ვიცით ნატურალური, ანუ ნაკლებია 200. და ფაქტობრივად აი ეს ვიცით რა. ახლა რადგან ნატურალურია ზოგადად ასე ნატურალურ რიცხვებზე რომ არის საუბარი და რაღაცა გამოსახულებები აქ ჯერადობაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. აი მაგალითად ეს ხო ლუწია პირველი შესაკრები. შედეგიც ხო ლუწია და რა იქნებოდა მაშინ მეორე შესაკრებიც აუცილებლად ლუწი უნდა იყოს. ახლა აქ ისეთი საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე არის ისეთი სიტუაციები რთულია თუ რაღაცას ვერ ხვდები, გქონდეს გარკვეული შაბლონი და იმ შაბლონით მიხვდე რას უნდა მიხვდარიყავი და ანუ გაავახილო ყურადღება კონკრეტულ ტიპის ცოდნაზე, აი შენი მახსოვრობაში. ზოგჯერ ეს საჭიროა ასეც ხდება და შესაძლებელიცაა, რაც თავარია. ანუ საჭირო არ გულისხმობს, რომ შესაძლებელია ხოლმე, ხო? მაგრამ რიგ შემთხვევებში მიტოა ხშირი შრომა საჭირო დატვირთვა ინტენსიური, ყოველდღიური, თან მხოლოდ 1 საათი არა, რამდენიმე საათიანიც ხშირ შემთხვევაში, რომ მსგავსი მანერა მუშაობის ჩვევად გვექცეს და რაღაცები დაინახოთ თქვენ დაუნებურათაც რა, მექანიკურად. და როდესაც მაგრამ მე გირჩევთ მაინც აი ნატურალური რიცხვი როდესაც გაქცევა პირობაში აი მთელი რიცხვია და მე იქ რაღაცები გამოსახულები მოდის ვითვეთეს როდესაც ნამრავლია მოცემული ყოდა რაღაცა ეს უდრის აი მიაქციეთ ყურადღება მათ მარტივობას შედგენილობას აი ძალიან ხშირად რა ეგ გადამწყვეტია და ჯერადობას აი მაგალითად თუ პირველი შესაკრები 3-ის ჯერადია პირობითად ვამბობთ იყოფა 3-ზე და შედეგიც იყოფა 3-ზე, სხვაობა ჯამია და 3 კომპონენტიდან 2 ერთი და იგივე რიცხვის ჯერადია, მესამეც იგივე რიცხვის ჯერადი უნდა იყოს. აი ეგეთ რაღაცებს უნდა დააკვირდეთ რა. ან დააკვირდით ნახეთ. აი ხომ ცხადია რომ B ვერაფრით ვერ იქნებოდა ნახევარია რა. 20 პერიმეტრის ნახევარი ეგ მარტივი საჩვენებელია რომ სამკუთხედის ნებისმიერ გვერდებულ და უდიდეს გვერდზე უნდა ვისაუბროთ, ყოველთვის ნაკლებია თოლია, ყოველთვის ნაკლებია მკაცრად პერიმეტრის ნახევარს. აი მოდი დავასაბუთოთ ეს. ეგ გარემოება, აი თქვათ გაქვს სამკუთხედი, გვერდები არის A, B, C, C არის უდიდესი გვერდი, უდიდესი და პერიმეტრი არის P. ანუ უნდა ვაჩვენოთ ახლა ჩვენ რომ C ნაკლებია P ნახევარზე, აი აუცილებლად. ეს უნდა დავამტკიცოთ. მოდი ნახოთ. A + B + C ხო ეს ტოლია. და თან ჩვენ ვიცით რომ რაცა უნდა დიდი იყოს გვერდის სამკუთხედში ის ნაკლებია, მკაცრად ნაკლებია დანარჩენი ორი გვერდის ჯამს. მოდი ახლა აქ უტოლობაში ორივე მხარეს დავუმატოთ C, მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც. ეს ხო P არის. მარცხნივ ხო 2C არის. ანუ ფაქტობრივად 2C ნაკლებია P-ზე. ანუ C ნაკლები გამოდის P ნახევარზე. ნუ ასე. ეგ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, პატარა შაბლონათაც, ან გაიაზროთ კარგად და არც დაგავიწყდეთ მერე. უდიდესი გვერდი სამკუთხედში ყოველთვის ნაკლებია პერიმეტრზე, პერიმეტრის ნახევარზე. ანუ ცხადია, აქედან გამომდინარე, B აუცილებლად ნაკლები იქნებოდა 11-ზე. ახლა შეხედეთ. ესე იგი, B არის ლუწი რიცხვი, რომელიც ნაკლებია 11-ზე. პრინციპში მეტი შეზღუდვა არც აქვს, ხო? 11-ზე ნაკლები რამდენი ნატურალური რიცხვი იცით ახლა? B შეიძლება ყოფილიყო ორიანი, ნუ 0-ზე მეტი არის და ორიანი თავისუფლად შეიძლება იყოს, მეტი შეზღუდვა ქვედა დაბალ რიცხვებზე B-ს არ აქვს, თავარია დადებით ყოფილიყო, რადგანაც ნატურალურია, ნატურალური დადებითი ლუწი რიცხვი არის უმცირესი 2, მერე 4, 6, 8, 10. თუ მაინც და მაინც დაიწყებით, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ახლა B თუ 2-ა, მაშინ 2-ა გამოდის 20 და A გამოვიდოდა 10, ხო? და შესაბამისად გაყვეთ და მიიღებთ არ იქნება პრობლემა, მაგალითად B თუ 20-ა, 10-ა უკაცრავად,
2 იქნებოდა აქ 8-იანი ჩავსვათ ახლა 12 და გამოვიდოდა 6 სტოლი. ნუ რატომაც არა 6, 6, 10 აქ მაყოფილებს სამკუთხედის უტოლობას, ხო? ანუ B-ს შეიძლება მიიღო 5 განსხვავებული ნატურალური მნიშვნელობა. პასუხი იქნებოდა 5. რამდენი ასეთი სამკუთხედი არსებობს? 5. 53. ხუთი რა სიტყვის 53. რა მნიშვნელობის მიღება შეუძლია სამკუთხედის უდიდეს კუთხეს? ოღო, საინტერესოა, მოდი ნახოთ, დავაკვირდეთ რა ხდება. ნუ პირობით რა თქვა, ალფა არის მაქსიმალურია და ნუ რისი ტოლი შეიძლება იყოს. აქ პირველ რიგში დავაკვირდეთ ახლა ერთ რაღაცას, რომ აი თანაბრად რომ მოგვთარიყო განაწილება, ხო? აი სამივე კუთხე რომ ყოფილიყო ალფა. მაშინ სამკუთხედი ხო იქნებოდა ტოლგვერდა, ხო? და შესაბამისად ერთი კუთხე იქნებოდა 60 გრადუსი. ანუ ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლი რომ ყოფილიყო. და თუ თანაბრად განაწილება არ ხდება 180 გრადუსის, შესაბამისად ის იქნება უდიდესი კუთხე, რომელიღაცას შეხვდება უფრო მეტი, ხო? და რაზე მეტი? 60-ზე მეტი. იმიტომ რომ 60 არის თანაბრად განაწილების სიტუაცია და თუ თანაბრად არ ინაწილებენ, ვიღაცას უფრო მეტი ხდება, ვიღაცას უფრო ნაკლები და შესაბამისად ეს იქნება თანაბრობის სიტუაციაზე მეტი და თანაბრობის სიტუაციაზე ნაკლები. თუ ვინმეს პატარა შეხვდებოდა, ხო? გამოვიდოდა რომ ალფა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 60-ზე მეტი. და მაქსიმუმ აქ თავისუფლად შეიძლება 180-მდე მიდიოდეს, ოღონდ თვითონ 180 არა 179.99. ანუ შეიძლება უახლოვდებოდეს უსასრულოდ 180-ს. რა, ანუ ფაქტობრივად პასუხი იქნებოდა ალფა ეკუთვნის ფი-აშუალედის 60-დან, ანუ 60-ის ტოლი შეიძლება 60-ის ორი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ თუ განსხვავებული უდიდესი კუთხეებია, მაგრამ ისე თვალი გადავავლოთ, განსხვავებულობაზე ხო არ საუბრობს. მაგრამ ოღონდ რომ იყოს სამკუთხედი, ხო, ყველა იქნებოდა 60 და რომელი იქნებოდა უდიდესი კუთხე? 60. მე მაგალითად მეხმარება ასეთ სიტუაციებში აი ფუნქციის მაქსიმუმის განმარტება და მინიმუმის ფუნქციის მაქსიმალური მნიშვნელობის და მინიმალურის აი თუ გახსოვთ როგორ განიმარტებოდა ესე იგი მაქსიმალურია ფუნქცია ის მნიშვნელობა თუნდაც მაქსიმუმს აღწევს რაღაც x0 წერტილში თუ ამ x0-ის რაღაც სამეზობლოში მასზე მაღალი არ მოიძებნება. ანუ იმას კი არ გვეუბნება რომ ის ყველაზე მაღალი უნდა იყოს და ყველა სხვა მასზე დაბილი. არა, მასზე მაღალი არ უნდა მოიძებნებოდეს. და პრინციპში ეს არის მაქსიმუმის განმარტების ერთგვარი უნივერსალური პირობაც თუ სხვა დათქმა არ არის ამოცანაში დამატებითი რაღაც პირობა. თუ გთხოვე ჩვენ რა არის მაქსიმალური მნიშვნელობა თუ ყველა შედეგი ერთნაირი, აი ის კონკრეტული შედეგი იქნება მაქსიმალური. აი წარმოიდგინეთ, ახლა გადიხართ მათემატიკის გამოცდაზე, უბრალოდ ტესტებს წერე და დაწერე 3-ჯერ. ტესტირება და სამივეჯერ მივიდა 51 კულა. რა იქნებოდა ამ სამი ტესტში შენი მაქსიმალური კულა, რომ 51. მე რა რომ სამივე შემთხვევაში 51 მიიღე, ხო? ესე იგი 51-ია მაქსიმალური კულა. ამიტომ აქ პრინციპში უნდა ჩავკეტოთ ჩვენ იმიტომ რომ ტოლგვერდა სამკუთხედი რომ ყოფილიყო თვითონ 60 გრადუსით შეიძლება იყოს მაქსიმალური მნიშვნელობა. რა შეიძლება იყოს სამკუთხედის უმცირესი კუთხე? ნუ ახლა ამ ნათქვამიდან გამომდინარე უმცირესი კუთხე უკვე იქნებოდა ნულამდე უსასრულოდ ახლოს, ნული თვითონ ვერ იქნებოდა და 60-მდე თვითონ 60-იც პრინციპში ხო? იმიტომ რომ ანალოგიურად თუ ტოლგვერდა სამკუთხედი უმცირესი კუთხე გამოდის 60. ყველა ერთნაირია და მათ შორის უმცირესი 60 იქნება. და მესამე საშუალო კუთხე რისი ტოლი შეიძლება იყოს? საშუალო კუთხე
კი ბატონო, ახლა როგორ ვიმშობოთ? რა შეიძლება იყოს საშუალო კუთხე? აა, 60 შეიძლება პრინციპში იყოს მაგის კონტროლ, მაგალითად შეიძლება მოვუყადო შეთავს, მაგალითად 70-70 გრადუსი იქნებოდა ორი კუთხე და ესაა იქნებოდა 40. მოდი ასე ვქნათ ახლა. თქვა აქვს ალფა, ბეტა, გამა და ანუ ალფა პლუს ბეტა პლუს გამა, იცით არის 180 გრადუსი და თან ვიცით რომ ალფა მეტია ბეტაზე და მეტია გამაზე. ნუ ალფა არის ყველაზე დიდი კუთხე, ხო? და რა შეიძლება იყოს? ციფრში ახლა ცხადია რომ 90 გრადუსზე მეტი ვერ იქნება. მაგრამ 60 მიმართებით შეზღუდვა არ აქვს. ხო, ასეთ შეგვიძლია თქვა, აი უფრო ახლა ამის გამოყენება პრინციპში საშუალო რა შეიძლება დავინახოთ რა. შეიძლება დავინახოთ რომ ვერაფრით ვერ იქნება ნახევარზე მეტი 180-ის, იმიტომ რომ თუ იქნა აი 99 გრადუსი შეიძლება იყოს და 90 ვეღარ იქნება, იმიტომ 90 თუ იქნა მეტი 90 გრადუსიანი კუთხე ხო ვერ იქნება მასში საკუთხეში და შესაბამისად ის უდიდესი კუთხე გამოდის, მაგრამ აი 99 რო იყოს, ან 99.9 რო იყოს, ხო? ხო შეიძლება იგივე კუთხე იყოს 10 და აი c გამოვიდოდა ძალიან პატარა. 99.9 იქნებოდა 10, მათი ჯამი იქნებოდა 179 მთელი რაღაცა და მესამე კუთხესაც თავისი წილი კუთხე მორჩებოდა, შეხვდებოდა. მაგრამ 90 გრადუსი ვერ იქნება. ანუ ფაქტობრივად ბეტა დაკლები ამ კაცნად 90-ზე. ახლა ქვედა რა შეიძლება იყოს ფსკერი და ფსკერზეც პრინციპში იგივეა, ხო? აი ნული ვერ იქნება, თორე აი ნული მთელი 5 რომ იყოს ბეტა გავა ხო შეიძლება იყოს 0.4 და ყველაფერი სხვა იქნებოდა ალფა კუთხე. ანუ რაც არ უნდა თქვა, ბეტა მე დაბალი, კიდე უფრო დაბალი სოფ იქნება შემიძლია გამასთვის. და შესაბამისად ქვედა ზღვარი, ნუ ნული გააჩნია, ნულისკენ უსასრულოდ მისწრაფის საშუალო კუთხეს ვარ არ არის სავალდებულო ნული იყოს რა. ანუ საშუალო კუთხე იქნებოდა მოქცეული აი აღშუარეთ, რომ პასუხები არის აი ესეთი. 54. ABC სამკუთხედში კუთხე არის 20 გრადუსი და კუთხე B 80 გრადუსი. აი ავიღოთ. ABC სამკუთხედი, ნუ დაახლოებით დავიცვათ, ახლა აქ ყველაზე პატარა ჩანს და B, ნუ ესე იგი კუთხე A თუ 20, B 80, მაშინ კუთხე C გამოდის 80 გრადუსი, ხო? ტოლფერდა და ნუ არ აქვს მნიშვნელობა ახლა აქ როგორც დავწერას და ესენი 80-80-ია და შესაბამისად კუთხე არის 20. და ტოლფერდა არის. ტოლფერდა თუ არის, ტოლი კუთხეებისი, ტოლი გვერდებია. ანუ AB უდრის AC-ს. და BC განსხვავებულია, თან პატარა იქნება ამაც. შესაბამისად ჭეშმარიტი რომელი გამოდის? ჭეშმარიტი ყველაზე სწორი ახლა გამოდის D. ხო, დაკლებიან ტოლი წერია, მაგრამ ესე იგი ეს პირობა სრულდება ამ შემთხვევაში, ხო? ანუ პასუხი იქნებოდა D. კარგი. სამშალოთ და გავაგრძელოთ ამოცანების განხილვა. მოდი შეგვიძლია პრინციპში გამოვიყენოთ ახლა ჩვენ თავად ეს ნახაზებს. კარგი, მოდი 55-ის გადახაზო, არ მინდა აქაც გამოჩნდება. E AD-ის ტოლია, ხო? აი ეს ამის ტოლია. და კუთხე პირველი, კუთხე მეორე ტოლია, ну პრინციპში ჩანს, ხო? კუთხე პირველი, კუთხე მეორე ტოლია. აჩვენეთ, რომ ABD საკუთხედი
ეს სამკუთხედი A, B, D უდრის სამკუთხედ AC-ს. ახლა აქ მართალია გამოსაზე დამტკიცები არ დაგჭირდება, მაგრამ როცა რაღაცას ხსნი და უცებ წარმოიდგენ, რომ ეს ორი სამკუთხედი ტოლია, ხონდა შენ თავს უჩვენო, ხონდა იყო დარწმუნებული, რასაც ფიქრობ ის ჭეშმარიტია. და შესაბამისად, ფაქტობრივად შენ თავში დამტკიცების პროცესი არც წყდება. ამიტომ არ უგანოთ დასაბუთებებზე ამოცანებს პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმით და ინტერესით ასეთი ამოცანები აკეთეთ სწორად რა. თქვენი ცოდნის დატესტვის კარგი საშუალებაა. ესა როგორ უნდა რა რესურსი გაქვს, რა საშუალება გაქვს შენ შეამოწმო ორი სამკუთხედი არის თუ არა ტოლი. ნუ აქ არის სამკუთხედის ტოლობის ნიშნების გამოყენება, ხო? ან ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე უნდა ჰქონდეთ ამ სამკუთხედებს ტოლი. ან ორი კუთხე და მათი საერთო გვერდი, და სამსამივე გვერდი, ტოლად შესაბამისად ტოლი უნდა იყოს სამკუთხედების. აი ახლა აქ რა გვაქვს ამ ორი სამკუთხედის? ხო, თან რაზე გავამახვილოთ ყურადღება? აი სამკუთხედების ტოლობის ჩაწერა არ ხდება შემთხვევით. ორი სამკუთხედი თუა ტოლი და დაგიწერეს აი ეს ნიშნავს, რომ თანმიმდევრობა, რასაც ანუ AB უნდა იყოს AC-ს ტოლი. BD უნდა იყოს CS ტოლი. AD უნდა იყოს AS ტოლი. სხვაგვარად გამორიცხულია სამკუთხედების ტოლობა მოიცეს. აი ასე როდესაც ჩანაწერს გიკეთებენ, ესე იგი თავდაპირველად შესაბამისი გვერდების ტოლი უნდა იყოს. მოდი გადავალოთ ახლა თვალი რა გვერდებზე ხარ ინფორმირებული, რა გვერდების ტოლობაზე. აი AB იცი AC-ს ტოლი რო არის, აი AB AC-ს ტოლი რო არის, არიცი. BD იცი CS ტოლი რო არის, BD არის აი ეს გვერდი და C არის აი ეს გვერდი. არ ვიცით. მოდი რაც ვიზამთრით, უფრო ცხადი რომ იყოს მე სხვადასხვა ფერის სამკუთხედს შევქმნი ახლა მათგან. მოდი თეთრ ფონზე კარგად მწვანე გამოჩნდება. ასე და ასე მწვანე სამკუთხედი და ეს იყოს თქვა შავი სამკუთხედი. ჩვეულებრივი ფერებში. და რა ამ სამკუთხედებს კიდევ საგვერდი, ნუ ერთი გვერდი, თითო გვერდი აქვს მარტო ტოლი, აგერ ხედავ AE უდრის AD-ს. მაგრამ ერთი ძალიან რაღაც თვალშისაცემია, რომ კუთხეც საერთო აქვს, ხო? აი ეს კუთხე, აკუთხე. და რა გამოდის? გამოდის, რომ მწვანე სამკუთხედს აი ეს ორი კუთხე, აი ეს კუთხე ასე არის, ასე რომ არის მეგობრებო. ახეთ აი ეს კუთხე თავად ეს კუთხე, ანუ A კუთხე, D კუთხე და მათ შორის მდებარე გვერდი ტოლია. ახლა აქედან დააკვირდით ეს დააკვირდით ეს არის C, ხო? ამ კუთხის, ესეც ორხაზიანია, მეორე კუთხე რომ არის. ამ კუთხის და მათი საერთო გვერდის. ასე არ გამოდის? კი, გამოდის. მაშინ ეს სამკუთხედები ტოლი არ არის სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშნით, ხო? ორი კუთხითა და მათი საერთო გვერდით. დიახაც ტოლია. შესაბამისად, მაშინ ეს სამკუთხედები ტოლი. რა სამკუთხედებია ტოლი, აი ჩანაწერი თუა სწორი. ABD, ანუ ABD. და აქ შესაბამისად A-დან უნდა წავიდეთ, მერე C-სთან და მერე S-თან უნდა მივიდეთ. AC ის ასეთი თემა. კი ბატონო. სრულდება ტოლობა. ზუსტად ის არის, რაც უნდათ. აი მოდი ამოცანას დავაკვირდეთ 56-ის. აქაც ანალოგიურად უნდა ვაჩვენოთ და აქაც მარტივია ახლა მეგობრებო. ერთი გვერდი, აი ეს გვერდი და ეს გვერდი ტოლია.
ანუ ასე ვთქვათ, აი ეს გვერდი ტოლია აი ამ გვერდის, ხო? AC BD-ს და თან კუთხე. ეს თუ ერთხაზიანია, ეს შიგა კუთხე, ხო, ტოლი იქნება აი ამის, იმიტომ რომ მოსაზღვრე კუთხეებიდან, ანუ მოსაზღვრე კუთხეების ორი წყვილი გაქვთ, ზემოთ და ქვემოთ. და კუთხე პირველი, კუთხე მეორეს ტოლი თუ არის თავისთავად მათი მოსაზღვრე კუთხეების ტოლი იქნება. ეს სამხაზიანი კუთხეები ტოლია და გაქვთ სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშანი ისე ორი კუთხით და მათი საერთო გვერდით. კარგი, გავაგრძელოთ. 57 ამოცანა. რას გთხოვს ახლა 57? ABC და BAD ტოლი სამკუთხედებია. მოდი ნახოთ, მოდი გავაფერადოთ. ეგ სამკუთხედები A, B, C. ეს სამკუთხედი და BAD. BAD. ქვედა სამკუთხედი, ხო? ნუ თეთრად რაც ჩანს პრინციპში ეს სამკუთხედი ტოლი. ახლა თანმიმდევრობას დავაკვირდეთ, როგორ აქვს მოცემული ასოები, ანუ AB B-ას ტოლია, ხო? ანუ AB უდრის B-ას. აი ასე. ნუ თავისთავად, ხო, ნუ წარმოგომა წაკითხული. კიდევ BC AD-ს ტოლია. BC უდრის AD-ს, ანუ ეს გვერდი, მოდი სწრაფი ავიღოთ. აი ეს გვერდი უდრის ამ გვერდს. და AC ეს გვერდი BD-ს ტოლია. ეგეც დავაფიქსიროთ. AC უდრის BD-ს. აგი. C და D წერტილები აბეცფრის სხვადასხვა მხარეს არის და ნახაზი სწორად ასახავდა პირობას. უნდა ვაჩვენოთ, რომ CBD და DAC სამკუთხედები ტოლია, რომ სამკუთხედი CBD უდრის სამკუთხედ DAC-ს. CBD DAC-ს. ნუ, რა თქმა უნდა, რატო? იმიტომ რომ CB ხო DA-ს ტოლი იყო. აქ. აგერ ვიცით ეს ხო? აქ არის ეს. აგერ არის. BC, ანუ იგივე CB AD-ს ტოლი. მერე. BD AC-ს ტოლი არის. BD აბა მოდი ვნახოთ. BD AC-ს ტოლია. რა თქმა უნდა, აგერ არის. ასე, ხო? ეგეც ვიცით უკვე. წინა ტოლობიდან გამომდინარე, გამოდიოდა. და მესამე, თავად CD DC-ს, CD და DC ხო წარმოდო უკუღმა წაკითხული ერთი და იგივე მონაკვეთია. ანუ შესაძლოა ტოლია. დიახ, ანუ გამოვიდა რომ ეს სამკუთხედები ტოლია. და ახლა უნდა დავასაბუთოთ, რომ CDAB მონაკვეთს შუაზე ყოფს. კარგი. მოდი ვნახოთ. რა გამოდის? მაგასაც ვაჩვენებთ. ნახეთ მეგობრებო. მოდი შედარებით თალი ხაზი ავიღოთ, იმედია გამოჩნდება თან წითლა. ნახეთ? ნუ ზედა ტოლობებიდან ხო გამომდინარეობს, აი თუნდაც სტაფილოსფერი, აქ ზედა სამკუთხედი, შეღებილი სამკუთხედი და ქვედა თეთრი სამკუთხედი. ერთმანეთის ტოლი თუ არის, აი ერთხაზიანი მოპირდაპირე კუთხე, აი ეს ხომ იქნებოდა ტოლი ქვედა სამკუთხედშიც ერთხაზიანი მოპირდაპირე კუთხის, აი ეს არის კი. და ახლა დააკვირდით რა გამოდის. გამოდის, რომ აი ეს წრფე პარალელურია ქვედა წრფის. რატო? ორი წრფის მესამეთი გადაკვეთისას თქვენ გაქვთ ჯვარედინა მდებარე კუთხეების ტოლობა და ეს რა დროს ხდება? ეს ხდება პარალელური წრფეების. ანუ ცხადია,
AC პარალელურია BDS-ი. მაშინ ხო გამოდის, რომ აი ეს კუთხეც, აი ეს კუთხე, აი აქ ტოლი იქნება აი ამ კუთხის. ზუსტად იგივე მიზეზის გამო. იმიტომ რომ პარალელურია AC და BD და CD კვეთი გამოდის. მაშინ ხო გამოვიდა, მეგობრებო, რომ ეს პატარა სამკუთხედები, რაც არის, აი ახლა ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მოდი ამას დავარქვათ, სამკუთხედი AOC უდრის სამკუთხედ BOD-ს თანმიმდევრობა რომ დავიცვათ, ხო? BOD-ს. და შესაბამისად გვერდებიც ტოლია. ანუ ერთ ხაზია ეს უპირდაპირე გვერდი, აი ეს ტოლია ქვედა სამკუთხედში ერთ ხაზი, აი ამისი. აი ეს ორ ხაზია ეს უპირდაპირე გვერდი, ამისი. რა გამოდის, რომ ეს გადაკვეთის წერტილიც შუაზე გაყოფილად ეს გვერდები, ხო? ზუსტად ამას არ ითხოვდნენ. კი. დავაჩვენეთ, რასაც ითხოვდა. აგი, გავამძებთ. 58 ამოცადა. 58. ტოლფერდა სამკუთხედის პერიმეტრია 10. მის ფერდზე აგებულია ტოლგვერდა სამკუთხედი. ნუ ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი, ასე. ნუ მის ფერდზე ავაგოთ ტოლგვერდა სამკუთხედი, ნუ დაახლოებით ასე. ვიცით რომ ამის პერიმეტრია 10. ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრი არის 12. ახლა დავკვირდით, მეგობრებო, ტოლგვერდა სამკუთხედის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლი არის და 12-ს რო 3-ზე გაყოფდი, ანუ 4 ხო გამოდიოდა გვერდები. მაგრამ რადგანაც პირველი სამკუთხედი ტოლფერდა და ამიტომ მისი მეორე ფერდიც 4 იყო. ესე გამოვიდა, რომ მთლიან პერიმეტრი 10-ია, ფერდები 4-4-ია, ანუ 8 იქნებოდა და მაშინ ფუძე გამოდიოდა 2-ის ტოლი. პერიმეტრი კი არა, უბრალოდ ფუძე გამოდიოდა 2-ის ტოლი. შესაბამისად, ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე არის 2. 28. ვგრძელოთ 59. უბc სამკუთხედში BD მედიანა. მოდი ვნახოთ. 59-ში. მივიღოთ გვერდები. მოდი შევსიახოთ. BD ამ დავაწეროთ A B C. ავიღოთ BD მედიანა. იბატონო. დავაწეროთ D-ს. AB არის 8. AD არის 6. პერიმეტრი არის 6. BD მედიანა. და ვიცით. პერიმეტრი არის ალბათ ABC სამკუთხედის პერიმეტრი, ხო? ეს ABC-ი არის 33. კარგი. ჩვენ გვჭირდება BC გვერდი, მარტივია ძალიან. პრინციპში ეს თუ 6-ია, ესეც 6 იქნებოდა. და რა გამოვიდოდა 33 გამოვიდოდა 8 პლუს 12 პლუს 6 და x-ი გამოვიდოდა 20 არის ეს და 13-ს გამოაკვდებოდა 20, შესაბამისად პასუხი იქნებოდა 13. 63. აბა რაღაც გაგრძელებას ვუკარი, თვალი დაიქცა საინტერესოა ხოლმე. ითქვეს დამტკიცებებშიც გჭირდებათ ხშირად.
გაცრავად. უბეცე სამკუთხედში ბედე მედიანა გააგრძელეს და აიღეს და ბედე მედიანა გააგრძელეს თავისი ტოლი დე მონაკვეთით. ანუ ბედე მედიანას ხომ გავავლეთით და ის ვერ გაგრძელებინა თავისი ტოლი სიგრძით. ასე ასე უნდა გაგრძელებინა ეს იქნებოდა ბ გააგრძელეს თავისი დ მონაკვეთით ბდ ხო? კი ბატონო ეს იქნებოდა ე და ეს იყო დ. გაგრძელებულია მედიანა რო არის, ანუ ესენი ერთმანეთის ტოლია. AB არის 5.8, BC 7.4 და იპოვეთ C და AE. უნდა შევაერთოთ. მოდი, სხვა ფერი ავიღოთ. ხო, ამ წვანე გვერდებს. რომ ცხადია ხო, მეგობრებო, რომ აი ეს სამკუთხედი ტოლია სამკუთხედის ორი გვერდი, მათ შორის მდებარე კუთხე, ეს იქნებოდა 5.8 და ანალოგიურად ვთვლიდით ქვედა სამკუთხედებსაც, აი ზედა BDC და AD სამკუთხედები ტოლია, ესე იგი შესაბამისი გვერდების ტოლია. კარგი. მოდი 61-ს ვნახოთ. ვიცი რა სიტყვას, აბა დავაკვირდეთ. რამდენი შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ანუ მოდი, ხა გავწყვიტოთ 60-თან და 71-დან მერე გავაგრძელოთ. მოდი, დროებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს.